ჯერჯერობით პროცესი არ დასრულებულა, კვლავ გრძელდება და პროკურორი ახლა სწორედ თავის შუამდგომლობას წარუდგენს მოსამართლეს. ის ითხოვს საპატიმრო გირაოს 2000 ლარის სახით და განმარტავს, რომ მაგალითად არსებობს მოწმეებზე ზემოქმედება. მოწმეები კი სავარაუდოდ ეყოლება ქართული ოცნების მხარდამჭერები პროკურატურას, რომლებიც შეესწრნენ მათი მტკიცებით დაზიანებას კალაძის საარჩევნო ბანერის. როგორ უნდა მოახდინოს მეგიდია სამიძემ ქართული ოცნების მხარდამჭერებზე ზემოქმედება, ამის ახსნა ჟურნალისტებთან უჭირს პროკურორს. დღეს ასევე ვკითხეთ მას, რატომ დაასწრო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო უწყებას პროკურატურას იმის დაანონსება, თუ რას გეგმავდა და რა შუამდგომლობით წარდგებოდა ის სასამართლოს წინაშე და შეუთანხმეს თუ არა ერთმანეთს საგამოძიებო უწყებებმა მოქმედება და სტრატეგია, რას გამოიყენებდა აღკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ვერ გვპასუხობს, რატომ დაასწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმის დაანონსება, რომ ისინი აღკვეთი ღონისძიების სახით სწორედ გირაოს მოითხოვდნენ და რატომ გაუთანაბრა ორი საქმე ერთმანეთს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის ბრალის არ წარდგენა და მათი გათავისუფლება და ამ შემთხვევაში დიასამიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს დაყენება. ამაზე პროკურორს განმარტებების გააკეთება და ახსნა უჭირს. ბრალდების ხარე მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული გირაო 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვენი შუამდგომლობა თქვენს გამოჩენამდე გაასაჭაროვა, დაგასწროთ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმე, ამ სისხლის სამართლის საქმესთან შემკავლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაგასწროთ შინაგან საქმეთა მოადგილე. ყველა თავის საქმეს არახველიძემ დაგასწროთ თქვენ საქმეზე საუბარი. სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ამ საქმეზე ისაუბრა. არ ქონიათ კომუნიკაცია. დასაკვირველია, მე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, გარდა იმ გარემოებისა, რომ მე შევაფასე საქმეში არსებული მტკიცებულებათა მაშინ საიდან იცოდათ არახველიძემ? თქვენი გადაწყვეტილება წინსწრებით, რატომ გამოაცხადა? მე სხვა პირთა კომენტართან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ მოგახსენებ. ეს ბანერი დანიშნულებისამებრ ვეღარ გამოიყენება, რადგანაც არის დაზიანებული. ასევე ამ ბანერის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არის შეუძლებელი. ექსპერტმა შეაფასა და დაადგინა, რომ ამ ბანერის აღდგენა არის შეუძლებელი, რაიმეს ჩაკერება ან გადაკეთება არის შეუძლებელი, რა თქმა უნდა. სამოქალაქო აქტივისტები მიუხვდნენ გათვლას ქართულ ოცნებას, თუ რატომ მოითხოვეს მაგალითად მეგიდია სამიძის საქმეზე გირაოს სახით გათავისუფლება, რადგან თვლიან, რომ საკუთარი მომხრეების ქართული ოცნების მხარდამჭერების ციხეში გაშვება არ უნდოდათ, ამიტომ შეუმსუბუქეს გარკვეულწილად დიასამიძეს საქმე და ის არ ჩატოვეს პატიმრობაში, თუმცა მისი საქმე არ შეწყვიტეს, რაც აქტივისტებისთვის არის იმის მაჩვენებელი, რომ ნებისმიერ დროს შეეცდებიან დიასამიძის წინააღმდეგ მის მიმართ წარმოებული საქმის გამოყენებას. გარდა ამისა თვლიან, რომ ეს არის კიდევ ერთი ტერორის ფორმა ქართული ოცნების მხრიდან და ახალისებენ ისინი ძალადობას ამის საპირწონედ, როდესაც მათ მხარდამჭერებს არც ბრალს არ უყენებენ, არც ციხეში არ უშვებენ, პირიქით ათავისუფლებენ, არადა კადრები არსებობს, სადაც ჩანს როგორ ძალადობდნენ ის პირები, ვისაც ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა გამოძიება, თუმცა შემდეგ თქვა, რომ დაშავებულებმა აღარ ითანამშრომლებს გამოძიებლებთან. აქტივისტების თქმით ესეც არის სიცრუე, რადგან ყველა დაშავებული, ვინც მელიქიშვილის გამზირს და იმყოფებოდა და აღმოჩნდა ძალადობის სამიზნე, აბსოლუტურად ყველა მოუყვა გამოძიებლებს, თუ როგორ ხდებოდა მათზე ორგანიზებული თავდასხმა. საუბრობთ რუსულ რეჟიმზე და იმ დამქაშებზე, რომლებიც არიან დაქვემდებარებული ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მათ რო რაიმის გამოძიებას დომებოდათ, აუცილებლად გამოიძებდნენ. წარმოუდგენელი ამბავი ამდენი ვიდეო კადრის არსებობის შემდეგ დამნაშავე ვერ დაისაჯოს და სრული დიდი აბსურდია, როდესაც ამბობენ, რომ აქტივისტებმა მათთან არ ითანამშრომლეს. რაც შეეხება მეგის ფაქტორს, პირადად ვარ მომსწრე თუ როგორ შლიდნენ ბანერს და არანაირი 380 ლარის ზიანი არ არსებობს, ერთი წარწერის გამო, რომელიც არც კი ვიცით საერთოდ 2 წუთში წაიშალა თუ 3 წუთში, როგორც ისინი ამბობენ, წარმოუდგენელი არის
23 წელის გოგოს დასჯა სრულიად აბსურდული ბრალდებით რაღაცა მოგონილი შეთითხნილი და დარწმუნებული იყოს ყველა რომ ის ადამიანი ვინც აი მარაზმში იღებს მონაწილეობას აუცილებლად დაისჯება. ეს პრაქტიკა უკვე რამდენიმე თვე არსებობს, გვინახავს რომ აქციის მონაწილეებს ესხმიან თავს და სიტყვერი გაფრთხილებით უშვებენ და საერთოდ არც კი აკავებენ და ის ორი დაკავებული პირი ჯგუფურ ძალადობაში ვინცაა ბრალდებული, მასთან ერთად კიდე 5 ადამიანი ძალადობდა და თუმცა მხოლოდ ეს ორი დაიჭირეს და როგორც მოსალოდნელი იყო ეს ორი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვეს რაღაცა იდიოტური მიზეზით რომ ვითომ და ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ამ დროს მეგისთან კი გოგომ რომელმაც ბანერზე წარწერა დატოვა იმ ბანერზე რომელიც იყო არალეგალურად გაკრული მასზე ითხოვენ გირაოს. კალაძე ხეთავს რომ ამით ქულები დაიწეროს რომ ჯერ უჩივლა შემდეგ გამოუშვა ამით ვერავის ვერ აურევს თქვენ თავგზას. ეგის გამოშვებით ასე ვთქვათ, გირაოთი გამოშვებით, აი ამ მოძალადებს დააფარეს ხელი და ასევე აუწეს უწვანე რომ შეუძლიათ კიდევ იგივე გააკეთონ და იგივე განმეორდეს ხო რეალურად და არ ვიცი ამ ქვეყანაში მოსამართალი არ არსებობს. მეგიდი ასამიძის საქმეზე პროკურატურა საპატიმრო გირაოს ითხოვს სავარაუდოდ სწორედ 2000 ლარის გადახდის შემდეგ იზოლატორს დატოვებს უკვე დაკავებული სტუდენტი გოგონა.